ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. ჩემი სერიალი არის შუა ქალაქში და მაგასაც ფანტასტიკური რეიტინგი აქვს და მეცაც გეტყვი რომ რამდენადაც მე ვიცი სამწუხარო ამბავია რომ ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და ყველაზე საყვარელი გმირი წამოვიდა ამ სერიალიდან ეს არის ქეთი კანტიძე რომელიც ნუნუს როლს ასრულებდა. ჩვენ და დაურეკოთ თავად ქეთის და გავარკვიოთ მართალია თუ არა და იქნებ რაღაცა სხვა ამპლუაში სიმართლე. გამოუშვეს თუ წამოვიდა. მართლა არ ვიცი, იმიტომ როგორც ხედავ, მეც არა ვარ ხშირად ამ სერიალში და ძალიან იშვიათია. შეიძლება შენს გამოგიშვენ. შეიძლება მეც გამოვიშვეს და არ ვიცი. არა, ნუ კი შენად გამოგიშვებენ. მოკლედ ურეკავთ ქეთის, რომელიც არის შუა ქალაქის ერთ-ერთი გმირი იყო ნუნუს როლს. ალო? ქეთი, გამარჯობა, რადიო აფხაზეთის ხმიდან გირეკავთ, გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, გიორგი ნაზღაიძე და ნუკი კოშკელიშვილი. ალო. ალო, როგორ ხარ ქეთი, ნუკი ვარ. ნუკი, კარგად, შენ როგორ ხარ, ძირფასო? კარგად, რადიოდან გირეკავ, პირდაპირ ეთერში ხარ ახლა. ოკეი, ნაცვალე, მიყარხარ. მეც მოგესალმები გიორგი ძალიან ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს ქეთი ჩვენ საიტზე ოფიციალურზე, სადაც განიხილება სხვადასხვა ჭორები, რაც დადის ქალაქში. მათ შორის არის ესეთი ჭორი, რომ ქეთი კანტიძე აღარ იქნება შუა ქალაქშიო და სად ვნახოთ, როგორ იქნება და როდის იქნებაო და აი ყველაფერი გვაინტერესებს. მართალია თუ არა ეს ამბავი და როგორ და რანაირად? კი ბატონო, აღარა ვარ მართალია ნამდვილად აღარ ვარ შუა ქალაქში და რა ვიცი, სად ვიქნები, არ ვიცი ხა ჯერ როგორ გითხარ, სად ვიქნები. რამე ახალი შემოთავაზება ხომ არ არის, იმიტომ რომ არაფერი შემოთავაზება არა მაქვს. ისვენებ და ძალიან და რა გვაინტერესებს? თქვენი სურვილი წამოხვედი თუ აქ იყო ჭორები ის რომ ნაწილი საზოგადოების წევრი თავის სურვილი წამოვიდა, ნაწილი ძახის რომ მის იძულებული იყო წამოსულიყო. არა, გიორგი, იცი რა, იძულებული კი არა, გადასარევად ვიყავდა, ძალიან კარგი იყო ყველაფერი, მაგრამ ნუ ერთხელაც აღარ დამებარეს და მე როგორც გავარკვიე და მითხრეს რომ რა ვიცი აღარ გაგრძელდაო შენი პერსონაჟი რაღაცნაირად ამოწურა თავისთავად ნუნუმ რა ვიცი აბა როგორ გითხრათ იცი რა იქიდან გამომდინარე ჩვენი მსმენელი არის ძალიან დიდი შენი თაყვანისმცემელი და მათ შორის მეც ქეთი მინდა გითხრა რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე გნახავთ ჩვენ თუნდაც რამე სხვა ტელეპროექტში იქნება თუ სერიალში მე დარწმუნებული ვარ რომ ეხა ხალხი გაიგებს რომ ეს მართალია და ძალიან ბევრი შემოთავაზება წამოვა ვაი მე ხლეს მაგისპინოს ძალიან მინდა, იმიტომ რომ ძალიან მივეჩვე ესეთთვის და რაღაცნაირად მაკლია. ხო ეს საერთოდ ესეა. ეხლა მე ვამბობდი რომ მეც აღარ მირეკავენ და იქნებ მეც გამიშვერთ. ნუ კიდევ შეიძლება ერთად წავიდეთ სადმე. ერთად წავიდეთ სადმე, ხო. შეიძლება ჩემი შვილი. არა, იცი რა არის, მე რამდენადაც ვიცი ღამიშოუ სტუდია ასევე არ ხსნის და შესაძლებელია რომ შეიძლება იქ გადაგიყონონ, არის ეს რაღაც ჩემი ვარაუდებია. საერთოდ ნიჭიერი ადამიანები არასდროს არ იკარგებიან. არ იკარგებიან. მე კიდე ხოთი სულ ვამბობ, რომ სადღაც მეთქი ჩემი როლი ყოველთვის არსებობს მსუქანი ქალი ყოველთვის საჭიროა. ხო და კეთი ახლა მეც ვიმატებ, ხო იცი როლისთვის 7 კილოს და იქნებ მეც ვიყო აი და ბედი მაქვს ხო იცი მე ყველა მე დაიწყო მომატება მსახიობ. აი კონკურენტი გამოგიშდა ნუკის სახით. კონკურენტი კი უცბად. კეთი ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ და იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე გიხილავთ ისევ ეკრანზე. გაიხარეთ. წარმატებები და გემშვიდობები. ლამაზი ხარ, კარგები ნიჭერები და ჩვენები. კოცნი ძალიან ბევრი და წარმატებები. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.